ესტაფეტა. სპორტული ток-შოუ საზოგადოებრივ რადიოში. ყოველ საღამოს 8:10 წუთზე. მოგესალმებით, ეთერშია სპორტული ток-შოუ ესტაფეტა, მიკროფონთან ელენე ბილიხოძე. ქართული რაგბის მომავალი დღეს ჩვენი გადაცემის მთავარი თემა. წარმოგიდგენ ჩვენი სტუდიის სტუმარს, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი ბატონი გოჩა სვანიძე. 240 91 92 240 92 92 კითხვა და მოსაზრება რადიო 1.ჟ-ზე გამოგვიგზავნეთ. მთავარი სპორტული მოვლენების მიმოხილვა, კომენტარი, ანალიზი, მიღწევები და განცდილი მარცხი, მედალი და ხალხის აღიარება. ყველაზე ამაღელვებელი და აზარტული სპორტის სამყარო ელენე ბილიხოძის გადაცემებში. სამუშაო დღეებში 8 საათსა და 5 წუთზე, 9 საათსა და 5 წუთზე, 19 საათსა და 10 წუთზე, 22 საათსა და 20 წუთზე, შაბათ-კვირას 22 საათზე, საზოგადოებრივი რადიოს ეთერში. ბატონ გოჩა, კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მადლობა რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. კიდევ ერთხელ მოგილოცავთ გუშინდელ წარმატებას. ფაქტიურად შედეგიც მეტყველებს, რომ საკმაოდ დაძაბული იყო ეს არჩევნები, მაგრამ გაიმარჯვეთ თქვენ 35-32-ის წინააღმდეგ. მოგესალმებით, მადლობა. თავდაპირველად რამდენად ელოდით, როდესაც ვთქვათ, პირველად მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩართულიყავით ამ საარჩევნო მარათონში. ესეთი რაოდენობის მხარდაჭერის მოლოდინი გქონდათ? ხმების რაოდენობას გულისხმობ. ასეთი ბევრი თუ ასეთი ცოტა? ასეთი ბევრი. როდესაც საარჩევნო მარათონში ებმევი, ყოველთვის გაქვს იმის იმედი, რომ საკმარის ხმებს მიიღებ. დიახ, ანუ ეს თავიდანვე მიზანი. დიახ. და როგორ თვლით, რა უნდა შეიცვალოს, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, თქვათ, ქართული რაგბის მომავალზე, დღეს ყველაზე პრობლემური რა არის ქართულ რაგბში და რა იქნება თქვენი სამუშაო სტრატეგიის პირველი და უმთავრესი ნაბიჯი? შეცვლა ის, რომ რაიმე გაჩერდეს, გაუქმდეს და სხვა გაკეთდეს, ამ მიმართულებით შეცვლილება არ იქნება, იმიტომ რომ ყველაფერი სწორად მიდის. შეცვლა იქნება უფრო განვითარების მიმართულებით და რა თქმა უნდა უფრო დაიხვეწება კიდე არსებული მიმართულებიც. პირველი მე ეს ადრეს ვთქვი და იგივეს ვიმეორებ, ამ 4 წლიან პერიოდში გვაქვს ის, რომ რაგბის განვითარებას არ ვეთქვი, მაგრამ რაგბის აი ეს დევიზი, რაგბი ჩვენი თამაშია და რაგბი როგორც ფასეულობათა სისტემა, ეს უნდა საბოლოოდ შეუქცევადად დამკვიდრდეს და უნდა იყოს წარმართული იმ ორგანიზაციის მიერ ეს პოლიტიკა, რაგბის პოლიტიკა, რომელსაც ქვია საქართველოს რაგბის კავშირი. თავად ეს ორგანიზაცია კიდევ უფრო დაიხვეწება და როგორც ორგანიზაცია ბევრად უფრო მობილური და ძლიერი გახდება. ახლა ამის დრო მოვიდა, რომ ჩვენ ეს სტრუქტურა, ამ სტრუქტურის შედება დავასრულოთ. აი ეს არის და ეს დანარჩენი სპორტული კუთხით ჩვენ წარმატებებს ვაგრძელებთ, ახალგაზრდაობა ძალიან ნიჭიერი გვყავს. აი ახლა უკვე 1000-ზე ძალიან ძნელია ასეთი წარმატებული მსოფლიო ჩემპიონატის მერე ფსიქოლოგიურად ახლა ასეთი დაბალი დონიდან, შედარებით დაბალი დონიდან დაიწყო ჩემპიონატი, თუმცა დავიწყებთ ღირსეულად დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ წვნელი ძველია. ის შესანიშნავად იცნობს ჩვენს ნაკრებს, რესურსებს და ფიქრობ ყველაფერი სწორად წავა. აი, როდესაც ჩვენ საუბრობთ განვითარებაზე, მაინც უპირველესად კლუბები და ეროვნული ჩემპიონატი უნდა განვითარდეს, უნდა დაიხვეწოს და რაღაც უნდა შეიცვალოს. ამ თვალსაზრისით, ბატონ გოჩა. კლუბები, ჩვენთან კლუბების ჩამოყალიბების პროცესი არ დასრულებულა, თუმცა მთლიანობაში უკვე გამოიკვეთა ეს უმაღლესი ლიგის კლუბები, უბრალოდ დიდი ათეული. ეს არ ნიშნავს, რომ ეს ჩაიგეთა ეს სისტემა ღია, ვიცი ჩვენ რა არის გადასვლა პირველ ლიგაში და პირიქით აღმოსვლა. მაგრამ გამოკვეთილი არის მეტნაკლებად სპექტრი. რაც შეეხება თვითონ კლუბების შიდა სტრუქტურას, აქ მუშაობა არის გასაგრძელებელი, იმიტომ რომ რამდენიმე კლუბია ძალიან თითებზე ჩამოსახლებული კლუბია, უპირველესად ჩემპიონატს გამოყოფ მე, რომელიც მეტნაკლებად აკმაყოფილებს კლუბისთვის დაწესებულ კომპონენტებს თუ ელემენტებს. ძირითადი მიმართულება გასაშლელია ფედერაციის მიერ კლუბებთან მიმართებაში
გულშემატკივრის და სპონსორის მიმართულებით. აი მაგალითისთვის ვიტყვი, ხა ძალიან რთულად რომ არ გამომივიდეს ნათქვამი. მაგალითისთვის ვიტყვი იმას, რომ არათუ კლუბებს ჩვენ თვითონაც ფედერაციას ჩვენი სავაჭრო ნიშნის უпроსტად ჩვენი ნიშნის ლოგოს გამოყენების უფლება ირღვევა ხშირად ჩვენს კლუბებს მით უმეტეს ეს მე როგორც ვიცი ძალიან ბევრს დაურეგისტრირებელი აქვს რატომ არ უნდა გახდეს ნებისმიერი კლუბის თქვა ფლაგმანის თუ ნებისმიერი არ ვიცი საპრიზო ადგილის მფლობელის აუტსაიდერის თუნდაც ხომ სახე გამოხატული ამ ემბლემაში რატომ არ უნდა იყოს დაცული და რატომ არ უნდა იყოს გაყიდვადი ხომ გაყიდვადის ქვეშ არ გულისხმობ მე მარტო მის მატერიალურ ღირებულებას რა გაყიდვადის ქვეშ გულისხმობ იმას რომ გულშემატკივრისთვის რომელიც ამ კლუბის გულშემატკივარია რატომ არ უნდა იქცეს ის რაღაც გარკვეულ სიმბოლოდ როდესაც ის რომ ჩაიცავს თავისუფალ დროს ამ მაისურს თავისი კლუბის ხო წავა სადმე ლუდის დასალევად მეგობრებთან ერთად ხო ეს მისთვის რაღაცა გარკვეული პრესტიჟულობის და გარკვეული ფასეულობის მატარებელი რატო არ უნდა იქცეს ხო ამ მიმართულებით მუშაობა ჩვენთან პრაქტიკულად ნოლია მოდი ესე ვთქვა არის დღეს მზად რეალურად ქართული რაგბი ამ ყველაფრისთვის იცით რა მზად იმისათვის რომ მოდი დღეს დავიწყო არასოდეს არ იქნება რა მაგრამ მზად იმისათვის რომ პარალელურად ემზადოს და თან კიდე პარალელურად დავიწყოთ ეს უკვე არის ამის მზაობა და რატო აქამდე რეალურად არ იყო ხა ვერ მოვთხოვთ გიარ ნიჟარაძეს რომ რატომ არ გაკეთდა ეს 4 წლის წინ შეუძლებელი იყო როდესაც კლუბს არ აქვს სტადიონი თავისთავად ცხადია ხო ერთი მეორეზეა დომინოს პრინციპით აწყობილი დღესაც არ აქვს ძალიან ბევრი კლუბს სტადიონი მაგრამ უკვე გახდა სარაგბო კერები გაჩნდა რაზედაც ხდება მიბმა ვისი გულშემატკივრის რაზედაც ხდება მიბმა მომავალი თაობის ბავშვების რაზედაც ხდება მიბმა ჯერ კიდე გულშემატკივრი არ ქვია, მაგრამ ვთქვათ მშობლის, მეგობრის, რომელიც მოდის მხოლოდ თავის მეგობრის სანახავად იქ და რაღაც გარკვეული ინტერესი აქვს ცნობის მოყოლების დონეზე, ხო? ანუ ეს არის კონკრეტული ფიზიკური ადგილი. ამ ადგილზე არის ეს ურთიერთობა, გაცვლა აზრის სტადიონზე, ხო? სტადიონს კიდე დამხმარე სათავსოები და მეურნეობები აქვს, კიდე უამრავი აქვს. რატომ არ უნდა იყოს ვთქვათ იგივე კაფე, სადაც შეიძლება იქვე რა, რომ დაждდენ და თავისუფალ დროს წვიმა შეაფარონ თუნდაც დავიდა იგივე ვთქვათ საყურებელ კლუბზე და მოთამაშეებზე და ნაკრებზე იმსჯელონ. ან სხვა თემისფერ თემებზე ეს ხო სოციალური ურთიერთობების შემადგენელია. მიხდით აი ეს აუმუშავებელი გვაქვს ეს რეზერვი, მაგრამ ვიმეორებ ამას რომ ეს ნაკლი კი არ იყო აქამდე რაც ეს რეალობაა. არც დღეს არ არის ბოლომდე მზად საქართველოს რაგბი იმისათვის რომ ფართო მასშტაბიანად დავიწყოთ ეს მაგრამ ეს უნდა დაიწყოს და პარალელურად მერწმუნეთ ამ 4 წლის მანძილზე ძალიან ბევრი მოედანი გაკეთდება არ არის აუცილებელი დიდი მონსტრები გქონდეს ჩვენ და რაღაც დიდი ნაგებობები ხო მარტივი სავარჯიშო პირობები გასახდელი ვთქვათ და აი ეს მარტივი ტიპის ნაგებობა რასაც ქვია საფხულში ღია კაფე ზამთარში დახურული ყველა კლუბს ნახეთ ხო უცხოეთში ამის გარეშე კლუბები არ არსებობს ეს არის ერთ-ერთი შემადგენელი და ჩვენ ელემენტარული სავარჯიშო პირობებზე გქონდა ნაკლებობა გქონდა და ამიტომ ამაზე არც ვფიქრობდით თორე როგორც კი ეს გამოჩნდება სხვაც უკვე ამიტომ ეს პარალელურ რეჟიმში გასავითარებელია ეხლა მე მაგალითი ვთქვი უამრავი თემებია მე დარწმუნებული ვარ თვითონ გულშემატკივრებით შემოგთავაზებენ ჩვენ ისეთ კარგ საკომუნიკაციო სისტემებს და გადაკვეთის წერტილებს რომ აი ნახავთ რა დაიბადება ძალიან კარგი საინტერესო ურთიერთობები ბატონ გოჩაი როდესაც ჩვენ საუბრობთ ამ ურთიერთობებზე ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ იგივე ვთქვათ სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე ეს ყველაფერი წარმოუდგენელია. დღეს ძალიან ხშირად საუბრობს სხვადასხვა ფედერაციის წარმომადგენელი, რომ იგივე კანონით არ არის გაწერილი ვთქვათ სპონსორის ინტერესი და ძალიან ბევრი რამ სწორედ კანონმა უნდა დაარეგულიროს. ამ თვალსაზრისით თუ გაქვთ თქვენი მოსაზრებები, რა შეიძლება შესთავაზოთ იგივე ვთქვათ სახელმწიფოს? იცით რა არის მე მესმის როდესაც კანონს აბრალებენ ყველაფერს მაგრამ თვალთასე მარტივად არ ამქონდი და რატომ ერთი სახელმწიფოს ინტერესებს კონკრეტული სპორტის დარგში გამოხატავს ფედერაცია დავიწყოთ აქედან ჩვენ ამ შემთხვევაში მიუხედავად იმისა რომ კერძო სამართლის იურიდიული პირობებით ჩვენ სახელმწიფო საჯარო ფუნქციებს ვასრულებთ რეალურად მეორე მაშინ როდესაც ჩვენ დაგვჭირდება კანონის მოშველება აუცილებლად უნდა ვთქვათ რა მიზნების შესასრულებლად გვჭირდება კანონის მოშველება ახლა ხანდახან ამბობენ ხოლმე იცით ფული რომ მქონდეს მე რაღა გვიჭირს რა ბევრი ფული და ბევრი ფული მაშინ გექნება როდესაც გეცოდება რისი გაკეთება გინდა როცა გეცოდება რისი გაკეთება გინდა ხო კონკრეტულ რა მიმართულებით ვისთან მიხვიდე ამ ფულს ის თვითონ ის სქემა გაჩვენებს
აი იქ დაანახებს თავის ფულის მომცემსას თავის თავს და ამ შემთხვევაში მოგცემს. გამიგე ფული მართლა არ არის პრობლემა დამიჯერებს. სოფლიოში არ არის ფული პრობლემა. სოფლიოში პრობლემა არის იდეა და ამ იდეის განხორციელების კონკრეტული გზები. ამიტომ სპონსორების საკითხს რაც შეეხება, რა თქმა უნდა შეიძლება დაჭირდეს საკანონმდებლო რეგულაციები ამას, ისევე როგორც ეს ცივილიზებულმა ქვეყნებმა ეს ნაბიჯები გადადგეს თავის დროზე, რამდენად მზად არის თვითონ მიმღები იმისთვის, რომ საკანონმდებლო რეგულაციის შემოღების შემთხვევაში უკვე ისახნეს გაჩნდა ფული და მოდი დავხარჯოთ, ხო? აი ამაშია საქმე რა. მე ვფიქრობ, რომ ეს პროცესი დაახლოებით წელიწად, 2 წელი მაქსიმუმ 2 წელს გასტანს და მე არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი იმისთვის, რომ სხვა ფედერაციებთან ერთად და სპორტის სამინისტროსთან ერთად სწორედ რომ ამ მიმართულებით რაღაც გარკვეულ ღონისძიებებს შევთავაზებთ, ჩვენ დავსახავთ და სახელმწიფოს მხრიდან მოწონებისა და ამ ფილტრში გავლის შემდეგ შეიძლება ვილაპარაკოთ უკვე მერე მის ამუშავებაზე და კონკრეტული საკანონმდებლო რეგულაციების შემოღებაზე თუ გაუქმებაზე. დიახ, ბატონ გოჩა, მსმენელი გველოდება, მოდით მას მოусმინოთ, გისმენთ, გამარჯობა. გამარჯობათ. მოგესალმებით. ესა ილოცავთ პირველ რიგში პრეზიდენტობას რაგბისას. ესა რა მაინტერესებს? ვიდეო რეფერი რატო არის საქართველოში ასეთი რთული დასაყენებელი თუ რა დასანერგი? გასაგებია. ვიცი რა მაინტერესებს? რაგბი ჩვენი სამაში ალბათ იმიტომ არის რომ ლელო იჩაგრება, ხო? ლელოს ვინმე ხომ არ მიხედავს. გასაგებია, დიდი მადლობა ჩვენს მსმენელს. ბატონ გოჩა. სურვილისთვის ლელოსთან დაკავშირებით ვერაფერს ვერ გეტყვით. მე არ ვიძახი რომ ლელო ჩვენი თამაში არ არის. რაც შეეხება რაგბს და ვიდეო რეფერის სისტემას, რთული კიდევ მეორე, აი რამდენიმე წელია სულ, რაც ჩვენ თბილისში გაჩნდა რაგბის კერები. ვიდეო რეფერის სისტემა, როგორც მე ვიცი, ტექნიკურად ძალიანად მიბმული არის ტელევიზიებს. ტელევიზიამ აიხლა უკვე გასულ წელს გამოთქვა სურვილი და კარგია რომ ეს თანამშრომლობა დაიწყო და პირდაპირ რეპორტაჟი რამდენიმე მატჩის უკვე განხორციელდა. ალბათ ჩანაწერებიც უნდა იყოს რა. ანუ შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობის პირობებში ეს არაფერი რთული არ არის და მე ჩემ პროგრამის ერთ-ერთ მიმართულებად სწორედ ის ვთქვი, რომ ვიდეო რეფერი ჩვენ გვჭირდება ბევრი რამისთვის და ამას მივახცევთ მერწმუნეთ. ერთი, რომ თვითონ თამაშის ხარისხი, ანუ საჯის შეცდომის მინიმუმამდე დაყვანა. მეორე, პრევენცია მომავალი შეცდომებისა, იმიტომ რომ საჯი ხედავს ამაში ძალიან ბევრ რამეში დაეხმარება მას და გადაწყვეტილებას მიიღებს და რაც თავარია რაღაც ის მითქმა მოთქმა უსამართლობისა. მე მერწმუნდეთ რა ყველა დამარცხებულმაც და გამარჯვებულმაც რაგბში ძალიან კარგად იცის, რომ მას შეგნებულად არავინ არ მოაგებინებს და არავინ არ წააგებინებს. ეს მადლობა ღმერთსო ჩვენთან ასეა, მაგრამ გულისკენები არის ხოლმე რა თქვა დავკარგეთ ქულები და ასე შემდეგ რა. იმის გამო რომ საჭ რაღაცა შეცდომა საჭო რაღაცა ყველა კლუბი არც ერთი კლუბი არ არის დაზღვეული ამისგან რაც მოხდება, მაგრამ ეს ვიდეო რეფერის სისტემა ნამდვილად მინიმუმამდე დაიყვანს ამის შესაძლებლობას და რაც უფრო კარგია თქვა საჯაროდ გამოიტანს ამ კრიტიკული ეპიზოდების დროს სწორი გაცვლების მიღების შესაძლებლობას. ტექნიკურად ეს მართლაც შესაძლებელია. აი ხარ როდესაც ვამბობდი მე ერთი მეორეზე არის გადაჭრობილი ეს ყველაფერი და ამიტომაც ბევრი ლაპარაკი გამონდის. როდესაც ვამბობდი მე იგივე წინასაარჩევნო პროგრამაში რომ საჭირო არის ვიდეო რეფერი, მხედველობაში მკავდა ტელევიზიაც, იგივე სატელევიზიო არხიც, იმიტომ კი პირველი არხი თქვა საზოგადოებრივი მაუწყებელი ამაში ჩაერთო და დიდი მადლობა მას, მაგრამ მას ხო არ აქვს ის რესურსი, რომ მარტო რაგბს მოეხმაროს და რამდენიმე მატჩს ერთდროულად მოემსახუროს და გაუშვოს. ანუ აქ უნდა დაეხმაროს კიდე სხვა ტელევიზია კერძოც, ხო? აქ უნდა დაეხმაროს თუნდაც ის არხი თავის ტექნიკური აღჭურვილობით, რაც საშუალებას მოგცემს, რომ საქართველოს ჩემპიონატების მსვლელობის დროს მაქსიმალურად თითქმის ყველა მატჩი თუ არა თითქმის ყველა მატჩი მაინც მიმდინარეობდეს ვიდეო რეფერის მომსახურების პირობებში. ანუ როდესაც იყო თქვენი საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია, ფაქტურად იქ თქვა სოციალური ურთიერთობების სისტემის შესახებაც და ეს ყველაფერი აი ამ სისტემის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, ბატონ გოჩა? რასაკვირველია, არა, სოციალური ურთიერთობების სისტემა გაცილებით უფრო დიდია კიდე, მაგრამ რასაკვირველია მოიცავს. ახლა მე სხვანაირად რო ვთქვა, რას ვფიქრობ ამ მომდევნო 4 წლის განმავლობაში. სპორტული მხარე ვითარდება
თავისი გზით და ეს თანამედროვე ტექნოლოგიები უნდა შემოვიდეს აქ აუცილებლად უფრო მეტად დაინერგოს და ეს ძალიან ის უნდა იგივე სპორტული მედიცინა რომელიც აქ უნდა შეიქმნას მე არ მინდა ვთქვა რომ სპორტული მედიცინის აქ შექმნით რამე ვინმეს ვექიშვებოდეთ მაგრამ შეიძლება ვიღაცა ოპონენტმა მითხრას რომ იცით რა არის ეგრე მშვენიერი გადასარევი სპეციალისტები უცხოეთიდან ჩამოვიყვანოთ და კარგია, მაგრამ სპორტული მედიცინის შექმნას ახლავს გარკვეული საინტერესო მომენტები. ჩვენ გვაქვს რაღაც რესურსები, რა, ინტელექტუალურიც და რაღაც ნოუ-ჰაუების დონეზეც, რომელთაც შეიძლება რომ უფრო თამამები ვიყოთ რა და არა მარტო კალკულირება მოვახდინოთ უცხოური სისტემების. ეს ერთი მიმართულებაა, მაგრამ იმავდროულად არის მეორე მიმართულება, რაც აუცილებელია მოხდეს თუ ეს სოციალური ურთიერთობების სისტემა შეიქმნება და ფასეულობების, კონკრეტული ფასეულობების, რომელსაც სახელწოდება აქვს, ამის გარშემო მოხდება სტრუქტურირება ყველას, გულშემატკივრის, მოთამაშის, მსაჯის, ექიმის, ფუნქციონერის და ყველა სხვის მოკლედ რა ნებისმიერი პირი რომელიც არ უნდა ჩამოთვალოთ ამ მენეჯერის დიახ ხო ანუ რაგბის მონაწილეს ვეძახით ჩვენ მარტივად ამან მათი მოხდება ამის ქვეშ და ამ ფასეულობების დასაცავად ყოველდღიურად ეცოდინებათ მათ რომ პირად ურთიერთობებშიც კი ეს ფასეულობები არის ნამდვილად ეს არაფერი წმინდა სპეციფიური სპორტული არ არის ეს არის ჩვეულებრივი ფასეულობები რაც დეკლარირებული არის ზოგადად და რაც მორალშიც გვაქვს ყველას ოღონდ ძალიან მინიმალურ დონეზე დასული რა ამას თუ ყოველდღიურად ერთმანეთს შევახსენებთ მაშინ გამოდის რომ ჩვენ ვახდენთ რაგბის როგორც გასართობის შოუს როგორც აღზრდის სისტემის როგორც სპორტის გარშემო ვახდენთ ამ ადამიანური სოციალური ურთიერთობების სტრუქტურირებას ეს თუ დავამკვიდრეთ ჩვენ ამ 4 წლის განმავლობაში სპორტი ყოველთვის განვითარდება თავისი ხაზით ის მოიგებს ხან წააგებს ხომ მაგრამ ეს ტრაგედია არასოდეს არ იქნება მოგებით გავიხარებთ წაგებით ვიტყვით რომ არა უშავს ხვალ მოვიგებთ და სულ მუდმივად გავიზრდებით ანუ თვით განახლების მუხტი იმხელა ჩაიდება შეგინით რომ მერწმუნეთ ეს შეუქცევადი პროცესი იქნება და ჩვენ ძალიან დიდ წარმატებებსაც მივაღწევთ და სტაბილურ წარმატებებს მომავალში ბატონ გოჩა როგორ ფიქრობთ 4 წლის შემდეგ როდესაც თქვენს მიღწევებზე ისაუბრებთ იქნება თუ არა თავარი ვთქვათ აქცენტი გაკეთებული აგენტის ინსტიტუტის განვითარებაზე და იქნება თუ არა ეს თქვენი პრიორიტეტი აგენტის მხედველობაში ხო თქვენ მოთამაშეების აგენტის ინსტიტუტის განვითარება აქამდე შეიძლება თქვათ. ოღონდ საქართველოში ეს ამ წუთას აი აქ ადგილზე რომ ადგილზე მოხდეს გაყიდვები თქვათ მოთამაშეების კონტრაქტების ეს ნაკლებად მუშაობს არ არის აქ ფასი რა ესეთი კიდე კარგი რომ ჩვენ ის ნენდელა უკვე შემოვიდა სახელმწიფოს დახმარებით ხდება ეს პროგრამა რომ კლუბებს უმაღლესი ლიგის კლუბებს ანუ დიდად როგორც ჩვენ ეძახით აქვთ ის და არსებო მინიმუმი რომლის გარეშეც ვერ იარსებენ ელემენტარულად მაგრამ ეს არ აძლევთ მათ საშუალებას რომ ამე სერიოზულ ტრეიდებზე ვილაპარაკოთ და ვთქვათ რომ რაღაც აგენტის ინსტიტუტი აქ აუცილებელი აგენტი უფრო ჭირდებათ გარეთ დღესდღეობით ასეთი სიტუაცია გარეთ იქ ქართველი აგენტები ანუ აქ მცხოვრები აგენტები და აქ მოღვაწე აგენტი ვერაფერს ვერ გააკეთებს იქ არის ერთი ვარიანტი რა და ამაზე გქონია ჩვენ საუბარი პირადად მეც მქონია საუბარი კლუბებთან წამყვან კლუბებთან რამდენიმე ახალგაზრდა მწვრთნელებთან რომ კარგია რომ გაკეთდეს მონაცემთა ბაზა ანუ ვიღაცამ ფული უნდა ჩადოს გინდა გახდე აგენტი გააკეთე მონაცემთა ბაზა მოთამაშის ზრდის დინამიკა მადლობა ღმერთს განვითარების ჯგუფს ეს აქვს მაგრამ მასზე თვითონ ყველას არ აქვს მაგის თავისთვის აქვს იმაში რა ქვია სპორტ ჩვენ აკადემიაში რაგბის აკადემიაში ანალოგიური გააკეთო, თქვათ, რამდენიმე მოთამაშისგან პორტფოლიოები, რომლებიც მათ ჭირდებათ და კი ბატონო, თავით პირადი კონტაქტებით იმუშაონ უცხოურ კლუბებთან, თქვათ, რა და იმის მაგივრად თუ ჩაიყვანონ ახლა აუცილებლად ცოცხალ შეხვედრა და უკვე ინფორმაცია მიაწოდონ რომელიმე კონკრეტულ მოთამაშეებზე. რატომაც არა, მათი ინიციატივებია თუ იმუშავებენ თუ არა და ეს ამას დაარეგულირებს ევროპა და ევროპის მენეჯერთა აგენტთა ბაზარი ისედაც რა. დღეს ყველა ქართველ მოთამაშეს როგორც ვიცი რაღაც გარკვეული ურთიერთობები მათთან აქვთ. არის ახალგაზრდა ჯგუფისგან შემოთავაზება საინტერესო იურისტების ჯგუფია, რომლებიც გვთავაზობენ ანალოგიურ რაღაცას თვითონ. არის საინტერესო იქნება მათთან შეხვედრაც, გადავიკვეთოთ, ნახოთ რა წინადადები ექნება და იმის მიხედვით მე ნახოთ. მიზანი რომ გინდა თუ რა აგენტთა ინსტიტუტი განვითარდეს, მოთამაშის
უნდა იყოს დაცული, მისი კეთილდღეობას დაცული უნდა იყოს, მისი კონტრაქტიც მოთამაშეს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ის დადგეს და იურიდიული ნორმებით არ კვიროს და ამიტომ ჩვენ მოთამაშეთა კეთილდღეობაზე ვიფიქრებთ და ვიზრუნებთ და რაც შეეხება კონკრეტულ აგენტებს და მათ წარმატებაზე, ეს თვითონ მათი გადასაწყვეტია. საჭის ფაქტორი ბატონ გუჩა, დღეს არის რეალურად ჩვენი ბაზარი მზად იმისთვის, რომ ეროვნული ჩემპიონატია ის სრულად იყოს ქართველი მსაჯებით. მსაჯების რაოდენობის მიხედვით არის მზად. განათლების და შესაძლებლობის და ყოველწლიურად იზრდება. ჯერ კიდევ იქამდე ვერ მივდივართ, მაგრამ უკვე აი გამოიკვეთა რამდენიმე მსაჯი, რომელსაც თავისუფლად შეგვიძლია ვანდოთ ჩვენ, ვთქვათ, იგივე საქართველოს ჩემპიონატის ფინალის, რადგანაც არა. მაგრამ ზრდა გვინდა ისე. მე ვფიქრობ, რომ ალბათ საქართველოში უნდა იყოს დაახლოებით 4-5 მაღალი კლასის მსაჯი, რომელსაც შეიძლება ხელისუფლება თუ ვიდეო რეფერის სისტემას დაეხმარება, მაშინ გადასარევია თათ უკეთესი კიდე. რომ პლეიოფის თამაშები იმსაჯონ. თუ სხვა ვერ ნახეთ და ეს უცხოელების ჩამოყვანის ისე ვამბობ რა როგორ ვერ ნახავ და ჩამოვიყვანთ კიდევაც მაგრამ თუ მაგის აუცილებლობას დავინახავთ რომ აღარ არის საჭირო რა თქმა უნდა ქართული მსაჯები ამას გააკეთებენ რა ერთ-ერთი ამოცანა ესეც არის სწორედ რომ ამ 4 წლის პერიოდში მივიდეთ იქამდე რომ უკვე მხოლოდ ქართულების თუ გაცვლა იქნება გაცვლა უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის რომ მაინც ყოველთვის ახალი სისხლის მსაჯის სახით კარგია და თქვა ჩვენი მსაჯები წავლენ უცხოეთში და ანალოგიურ თამაშებს მოემსახურებიან და ისინი ჩამოვლენ აქ და ფორმით ძალიან კარგი იქნება. ბატონ გოჩაი, როდესაც ფაქტიურად თქვენ რაგბის კავშირის შემადგენელი ნაწილი გახდით, მაშინ ჩვენს ფედერაციას და რაგბის კავშირს ბატონი მერაბანთაძე ხელმძღვანელობდა. იმ დროიდან დღემდე შეიძლება რამდენიმე, ან თუნდაც 5 წარმატებული პროექტი ჩამოთვალოთ, რომელიც თქვენი სავიზიტო ბარათი, აი იმ ჯგუფის, რომელმაც დაიწყო იმ დროს. აი მე ესე ყოველთვის მიჭირს მოგფათეთ, აი ესე კონკრეტულს რომ მეკითხება რამდენიმე წარმატებული პროექტების სტატისტიკაზე ნამდვილად არასოდეს არ ვფიქრობ, რომ მე ვფიქრობ, რომ არის გასაკეთებელი იმაზე, ამიტომ გამიჭირდება ესე ჩამოთვა, თუმცა რო გითხრათ იმ დროს რა იყო. წარმატებული პროექტის ნაწილია ისიც, რომ რა არის გასაკეთებელი. კი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მსაჯები, მაგრამ იმ პერიოდში რა იყო, ანთაძე რომ მე ანთაძე რო გახდა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი, რა გქონდა სახეზე ბიძინა გეგიძის დანატოვარი ფანტასტიკური ნამუშევარი, მინდა გითხრათ, ის რომ საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური სტადიის საგზური ითამაშა მსოფლიო ჩემპიონატზე მართალია თამაში ვერ მოვიგეთ, მაგრამ ეს პირველ გასვლა თავისთავად იყო ძალიან დიდი ეს მეორე ყავდა ჩვენ კონკურენტუნარიანი გუნდი მოთამაშეების სახით კონკურენტუნარიანი გუნდი რომელიც ყველა ძირითადად ყველა თამაშობდა უცხოეთში და საფრანგეთში და ესპანჯერა იყო გაჭრილი. ეხლა რო ვთქვათ რომ გეგიძემ დროს რა არ იყო არ მინდა ჩამეთვალოს ნაკლში, იმიტომ რომ ის რაც იყო ეს უკვე საკმაოდ დიდი მონოპოლარი იყო 0-დან და მინუსიდან დაწყებულ საქმეზე. მაგრამ გასაკეთებელი იყო შემდგომში რა საქართველოში კლუბების განვითარება აუცილებლად რომელიც იმ წუთას არ იყო ობიექტურად ვერ იქნებოდა ყველაფერს ერთად ვერ ეშველებოდა და სტრატეგია იყო დაწყებული სწორად. იმიტომ რომ ჯერ ნაკრებით უნდა მიექციათ ყურადღება, ასე ვთქვათ, პოპულარიზაცია ესე უნდა მოხდარიყო და აი მერე შეიძლება კლუბების განვითარებაზე ლაპარაკი და ამიტომ მიმაჩნია რომ სტრატეგიულად სწორი გადაწყვეტილება იყო მიღებული გეგიძის მიერ თავის დროს. მერე მოვედით კლუბებზე. კლუბების განვითარება დაიწყო რეალურად, აი თუნდაც კლუბების განვითარების პროგრამა ავიღო და ვთქვათ ის რომ საქართველოში ყავს უკვე ჩემპიონატის დასაწყისის წინ არავინ არ იცის როგორ დამთავრდება ჩემპიონატი და მეტნაკლები პროგნოზირება იმის რომ თქო საპრიზო ადგილების კანდიდატების დასახელებაშიც კი გვიჭირს, იმიტომ რომ მინიმუმ 7-8 გუნდი ყოველთვის არის კონკურენტი მინიმუმ ამბობ თუ აი მოგული შარშან წინ იყო რომ ბოლოს წინა ადგილსა და პლეიოფში გასულ გუნდს შორის სხვაობა იყო ერთი ქულა მე მგონი რა წარმოიდგინეთ ისეთი სერიოზული კონკურენცია იყო. ეს მონოპოლარია, ეს სწორი მიმართულებით დაწყებული მუშაობის შედეგია. ინფრასტრუქტურა, ბაზები, რომელიც საერთოდ არ იყო. აქ განუმეორებელია საერთოდ ამ მიმართულებით სახელმწიფოს დახმარება ძალიან დიდია, რომელსაც მიწები მოგცა მაგრამ მარტო მიწაზე რაკს ვერ ითამაშებ, მას სჭირდება უამრავი რაღაცა და აქ კიდე ქართულს როლი, როგორ გითხრათ,
არანაკლებია ვიდრე სახელმწიფოსი თუმეტი არა ხშირ შემთხვევაში იმიტომ რომ რაც ბაზები გაკეთდა და ყველა მათი აშენებული და მათი დამშვენებულია და დავარცხნილია დიდი მადლობა მათ ამისთვის კვლავ გოლოდება ბატონ გოჩა გისმენთ გამარჯობა გისმენთ გამარჯობა მოგესალმებით ბატონო ელენე მოგესალმებით ბატონო გოჩა როდესაც გუშინდელ გამარჯვებას ბატონო გოჩა და ასეთ შეკითხვა მექნება თქვენთან აი აუჭალის სარაგბო სტადიონი რამდენ მაყურებელს იწევს და იქ ჩვენ თუ გავმართავთ ხოლმე ნაკრების მატჩებს ყველა მსურველი მოხვდება თუ არა ამ თამაშზე თუ არის იმ რაოდენობის სკამები და რამდენად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს ეს სტადიონი აი ამის შესახებ შეიძლება რომ ვიქცეთ დიდი მადლობა ჩვენს ფანას დიახტანებს ბატონ გოჩა და გეთილი სურვილებისთვის დავიწყე ბოლოდან საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება იმის გამო თუნდაც რომ მასზე ჩვენ ოფიციალურ ტურნირის თბილისის დასვას ვატარებთ რომელიც საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით ტარდება რაც შეეხება სტადიონზე მაყურებელთა რაოდენობას, რა თქმა უნდა, მის ბევრი არ არის, თორსები 2500 თუ 3000 ადამიანი ერდება მარტო და ყველა გულშემატკივრის სურვილი ვერ დაკმაყოფილდება და ვერ იქნება სტადიონზე მათი მოსვლა უზრუნველყოფილი. ეხლა რაც შეეხება იმას ეროვნული ნაკრების თამაშების იქ ჩატარებას ჩვენ შედარებით ეხლა მეორე ხარისხოვანი არც ერთი თამაში არ არის ვიცით იმიტომ რომ ყველა მეტოქესთან ერთეულად თამაში და ეს დღესასწაული ყველასთან უნდა შედგეს და ამ მხრივ ძალიან მოვიკოჩნებთ უნდა გითხრათ იმიტომ რომ ჩვენ არა გვაქვს ერთი ცენტრალური სტადიონი სადაც შეიძლება საერთაშორისო მატჩები ჩაატაროს ნაკრებმა და რომელიც მეტნაკლებად დააკმაყოფილებდა მაყურებელთა რაოდენობის მხრივ იმ სტანდარტებს რომელიც უკვე ჩვენშიც არის ანუ ჩვენ დაახლოებით გვჭირდება რამდენი 20,000-იანი აქ საუბარი დიდი გიგანტზე არ არის მაგრამ 20,000-იანი სტადიონი დაახლოებით გვჭირდება ასეთი გვაქვს თბილისში ორი ერთი არის ვაკის სტადიონი და მეორე არის დინამო არენა ორივე არის ფეხბურთის დღეს და ჩვენ რა თქმა უნდა მადლობა მათ რომ გვაძლევენ საშუალებას პერიოდულად ვითამაშოთ მაგრამ ყოველთვის ვერ ემთხვევა მათი გრაფიკი ჩვენ საერთაშორისო მატჩების გრაფიკს რომელზეც შეიძლება თამაშის ჩატარება ისე რომ ხელი არ შეუშალოთ მათ თავიანთი ღონისძიების ჩატარებას ამის გამო არის რომ პერიოდულად გვიწევს ესეთი მონაცვლეობა და შეიძლება გამოვარჩიოთ და რომელიღაც მატჩი ჩავატაროთ შედარებით ასეთ პატარა პერიოდობის მქონე სტადიონზე რომელიც იმედი მაქვს რომ აქ უკვე სახელმწიფოს დახმარება არის განუზომლად დიდი და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ყოველ შემთხვევაში ჩვენ ამის ძალისხმევას ნამდვილად გავიღებთ და ვეცდებით რომ კერძო სპონსორებიც მოვიზიდოთ ამ კუთხით თუმცა რატომღაც დარწმუნებული ვარ რომ ის განვითარების ის გეგმა რომელიც არის კარგ ორგანიზაციაში ამას აუცილებლად ითვალისწინებს და აქაც როგორც ყოველთვის ჩვენ ერთმანეთს გვერდში დავუდგებით ბოლომდე და ეს სტადიონი ქართულ გულშემატკივრს ექნება. ბატონ გოჩა, ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით დღეს ყველაზე უფრო მეტად რომელი რეგიონი საჭიროებს დახმარებას ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით? ყველა რეგიონში მეტნაკლებად შევიდა უკვე რაგბი. სპეციფიურია, თქვათ როგორ ყველა სჭირდება განვითარება. აბსოლუტურად აჭარა არის, თქვათ ამ ხელა თავისი რესურსი და თავისი იმითი რომ დღეს სტადიონის მშენებლობა იქ დიდი უბრალოდ ერთი კომპლექსის მშენებლობა იქ მიმდინარეობს ისიც კი საჭიროებს რა ბოლომდე სრულად დამაკმაყოფილებელი მოთხოვნების და შესაბამისად არც ერთი რეგიონი არ არის მაგრამ პროცესები ისე მიდის რომ ვფიქრობ რომ ყველგან იქნება კვლავ გისმენთ გამარჯობა მოგესალმებით მოგილოცავთ ბატონო გოჩა და წარმატებას რამდენიმე კითხვა მაქვს ესეთი საქართველოს ყველაზე მაღალი რეზულტატი აი ამ 4 წლის მანძილზე რა იქნება აი მსოფლიო ჩემპიონატზე თუნდაც იაპონიაში რო იქნება მეორე აი შტანგი და შტანგამდე რამდენია მეტრი აი ეხლაც არ ვიცი უბრალოდ ხა კომპიუტერმა ვერ მითხრა ეგ და მესამე ყველაზე მთავარი
აი იქნება მოვა ის რომ ძალიან კაი ბიჭები არიან, აი რომ ითქვა მონდომება რამე შემართება და რეზულტატსაც დებენ რა ყოველთვის მიხდით. აი იქნება ის დრო, როდესაც რომ აი ზელანდიას, ახალ ავსტრალიას და ეგეთ ძალიან ტოპ გუნდებს მოუგოს საქართველოს. მაგას იქნება. დიდი მადლობა ძალიან კარგი კითხვებისთვის. პირველი ერთი ქულა დამაგრით პასუხში, იმიტომ რომ ახალი ბილეთი უნდა გთხოვოთ. შტანგი და შტანგამდე ზუსტი მანძილი ნამდვილად არ ვიცი ვერ გეტყვით სამწუხაროდ. ბოდის მომიხდი ამისთვის. რაც შეეხება იმას რომ ამ 4 წლის განმავლობაში რომელი ადგილზე გავალთ. ახლა ღმერთმა უწყოს რომ ადგილს. აი როგორ გითხრათ, მე ძალიან მინდა რომ მოვუგოთ ჩვენ ისეთ გუნდებს, როგორც არის ინგლისი, როგორც არის ავსტრალია, როგორც არის ახალი ზელანდია, თუმცა რამდენად შესაძლებელი იქნება ეს. მე პირადად არაფერს არ გამოვრიცხავ საერთოდ. ეხლა გეუბნებით იმიტომ რომ მიზანი მერწმუნეთ რა არა მაქვს პირადად მე და საერთოდ ქართულ რაგბს არ აქვს მიზანი იმისა რომ სადღაც რომელიღაც ადგილზე შევიდეთ და იქ დავუკიდეთ და გავჩერდეთ. ჩვენი მიზანი არის მუდმივი წინსვლა. ჩვენ არათუ ეხლა ვიტყვით ამამად რა მე პირადად იმაზე კი არ ვოცნებობ მარტო მე ვხედავ რომ შეიძლება მე ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში ვერ მოესწროს ქართული რაგბი ამის მაგრამ ეს აუცილებლად იქნება რომ ჩვენ ოდესღაც გრანდებს დავამარცხებთ. აი რომელი ვიქნებით რეიტინგში გავხდებით სოფლიო ჩემპიონი თუ არ გავხდებით ეს როგორც ღმერთი ინებებს ისე იქნება ეს არ არის მარტო თამაშის ხარისხით განპირობებული იმიტომ რომ ვიცით ჩვენ რომ ძალიან ბევრი ქვეყანა არის სოფლიო რაგბში რომელსაც თამაშის ხარისხი ტოლი აქვს განთანაბრებული აქვს იგივე უელსი ირლანდია რომელიც სოფლიო ჩემპიონი ვერ გახდნენ ჯერ თუმცა ღმერთმა უწყის შეიძლება მომდევნო სოფლიო ჩემპიონატზე ისინი სოფლიო ჩემპიონის რანგში მოგოდნენ ამიტომ ადგილებს ნუ მკითხოთ მიზანი გვაქვს როდესაც წერდით პროგრამაში რომ მიზანი არის ათეული ნიშნავს იმას რომ ჩვენ ამ ათეულით შეიძლება მივახციოთ როგორც ქვეჯგუფიდან გასვლის გზით და შეიძლება მივახციოთ იმით რომ თქვა იგივე შედეგი დავდოთ ოღონდ თქვა ქულების ბურთების საუდანობა იყოს ისე რომ საუკეთესო ვიყოთ მე-3 ადგილოსნებში როგორც წელს გასულ წელს იაპონიის ნაკრებმა მოახერხა. ჩვენი მთავარი მიზანი არის ყველაზე მთავარი მიზანი არის თამაშის ხარისხის მკვეთრად გაუმჯობესება. ბევრად უფრო დინამიური უნდა გავხადოთ ჩვენ ქართული რაგბი და აი ამის ამ მიმართულებით თუ სწორ ნაბიჯებს გადავდგამთ და მე დარწმუნებული ვარ გადავდგამთ შედეგი არ დააყოვნებს. ბატონო გოჩა მილტონ ჰეიგის ფაქტორი მილტონ ჰეიგის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი განსჯადაბჭობა ჰქონდა ჩვენ მანამდე საგან ამ გადაწყვეტილებას მივიღებდით მიუხედავად იმისა რომ ის ითვლება რომ წარმატებული მწვრთნელია. რას ნიშნავს ეს რომ მან რაც შეგვირდა ის მიგვაღებინა. კრიტიკა იყო სპეციალისტების მხრიდან და სწორი კრიტიკა იყო რომ თამაშის ხარისხი ჯერჯერობით არ შეესაბამება დასახულ მიზნებს. მაგრამ მოდით შევხედოთ იმ რეალობას რომელიც მილტონ ჰეიგის ჰქონდა. მას ყავდა უმაღლესი კლასის მოთამაშეები და მას ყავდა შედარებით არა იმიტომ რომ რომელიმეს როლი ნაკლებია და ნიჭი აკლია და მონდომება პირიქით რა ყველას ძალიან მოსაფერებელი ადამიანია ყველა მაღალი კლასის პროფესიონალია იმიტომ რომ მიდგომა ალბათ ყველას სწორი აქვს უბრალოდ მოხდა ისე რომ საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშეს დონე რეალურად ჩამოვარდება თქვა საფრანგეთის სამყარო კლუბების ლიდერების თამაშის დონეს და მომზადების დონე სხვადასხვა არის იგივე ფიზიკური იგივე ადგენითი და ბევრი სხვა ამიტომაც ეხლა ასე გათანაბრება გუნდი ხო არ არის მარტო მამუკა გორგოძე რომელიც მართლაც უმაღლესი კლასის მოთამაშეა და უმაღლესი კლასის ადამიანიც არის და გადასარევი კაპიტანია შესანიშნავი მე ვიტყოდი რომ ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო საერთოდ ქართული რაგბის ისტორიაში ამოცანა გვაქვს ჩვენ ის რომ იმ მოცემულობით რაც მწვრთნელს ყავს შემადგენლობა მან უნდა მიაღწიოს მაქსიმალურ შედეგს მილტონ ჰეიგმა ამ 4 წლის განმავლობაში თავი გამოიჩინა და დაგვანახა ჩვენ რომ ის გახდა ქართველი დავიწყოთ აქედან იმიტომ რომ ჩვენ მენტალიტეტს აუღალღო იმ დაგვარად რომ მას არ უჭირს კომუნიკაცია ეს ურთულესი არის ეს ჩვენთვის არის იოლი ქართველები რო ვართ ერთმანეთთან როგორ ურთიერთობა აბა გარედან შეხედეთ რა აი ურთულესი ხალხი ვართ რა ძალიან რთული რა აქ შეიძლება პატარა წყენის ფაქტორმა საერთოდ თავდაყირა დააყენოს ყველაფერი არასწორად ნათქვამა სიტყვამ შეიძლება მთელი საკომუნიკაციო სისტემა მოშალოს და ასე შემდეგ ბევრი სხვა რამე არის რა ამ კაცმა დაინახა ის რომ ყველასთან ინდივიდუალური ენა მოძებნა ისე რომ საერთო ენა საშუალო
ანუ ზოგადი კომუნიკაციის სქემა არ დაანგრია, მაგრამ ამ ფორმატში ინდივიდუალურადაც შეძლო მან ყველასთან დალაპარაკება. შეკრა გუნდი ძალიან კარგად. გაჩნდა мотиваცია. შეეცადა ის თავისი ხედვის ნაწილი გადმოეტანა ბიჭებისთვის ისეთნაირად, რომ მისთვის ძალიან უცხოც არ ყოფილიყო ამ გუნდისთვის რა და ისე რომ თავისი პრინციპებიც არ დაეთმო რა. ეხლა ის მე ვფიქრობ, რომ ამან განაპირობა სწორედ ეს რომ მომდევნო 4 წელზე ჩვენ მას ნდობა გამოვუცხადეთ 2+2 პრინციპით მაინც ხოც სიფრთხილე გვართებს და ეს ნდობა განაპირობა სწორედ იმან რომ მან რადგან ეს მოარგო ურთიერთობების ეს სისტემა მას გაცილებით უფრო გაუიოლდება ეხლა დროს არ დაკარგავს თქვათ ახალი აი ამ ახალ 4 წლიან ციკლში ნაკრებთან ურთიერთობაში და წმინდა სპორტულ მხარეს გაცილებით უფრო დიდ ყურადღებას უდევს რაშიც ხედავთ რომ მას უდავოდ აქვს უფრო მეტი რესურსი და მეტი პერსპექტივა ვიდრე აქამდე დაგვანახა სწორედ აი ეს ფაქტორები იყო შეიძლება უფრო მაღალი დონის სპეციალისტი მოვიწვიოთ, მაგრამ ის დროს აუცილებლად დაკარგავდა ზუსტად იმაში, რაც გავლილი აქვს მილტონ ჰეიგს. ბატონო გოჩა, იგივე მილტონ ჰეიგის ამ ფაქტორმა ეროვნული ჩემპიონატის განვითარებაზე და ეროვნული ჩემპიონატის მოთამაშეების განვითარებაზეც თუ იქონია გავლენა. საკურველია, მილტონ ჰეიგს აქვს საშუალება, რომ საქართველოს ჩემპიონატის მატჩებს თვალყური ადევნოს აქ და მოთამაშეებსაც мотиваცია მეტი უჩნდებათ, რომ ვიღაცა კი არ გადასცემს ვიღაცას, არამედ ახლა ერთია რომ ოდესაც ყველა მოთამაშე მოედანზე მოსაგებად გადის ყოველთვის და საუკეთესო თამაშსაც ჩვენებად, მაგრამ მეორე დამატებითი мотиваცია, როდესაც მას უყურებს ეროვნული ნაკრების წვრთნელი და მისი ამბიციაც მას გააჩნია მოთამაშეს, რომ ის უნდა გახდეს ოდესღაც ნაკრების წვრთნელი, რადგანაც არა. ეს ფაქტორი დამატებითი мотиваცია. მე ვფიქრობ, რომ მეტი დასწრებები ეროვნული ნაკრების ერთ მწვრთნელს არა, მწვრთნელთა შტაბს მეტი დასწრების საშუალება უნდა მიეცეს საქართველოს ჩემპიონატის თამაში. ასაკობრივი ნაკრებები ბატონ გოჩა, ამ თვალსაზრისით ამ თვალსაზრისით მეტი თამაში ჭირდებათ მათ. ჩვენ ძალიან დაგვიჩაგრათ 18 წლამდელთა ნაკრები, როდესაც გამოგვიცხადეს ნდობა და გვითხრეს, რომ ტოპ 6-ს დაემატება ორი გუნდი და იქ ითამაშებთ. ეს დაგვიჩაგრა რატომ? თამაშების რაოდენობა მოაკლდა მოსამზადებელ პერიოდზე. ის ჩვენ პატარა ევროპის ჩემპიონატს რო ეძახოდეთ, რომ თამაშობდით, ის იყო ფანტასტიკური მოსამზადებელი პერიოდი იმისთვის, რომ აი იმ დიდ 8 გუნდში საუკეთესო შედეგი გვეჩვენებინა თამაშის ხარისხის მიუხედავად ამისა ჩვენ ნახეთ გასულ წელს რამხელა არნახული შედეგი ქართული სპორტისთვის რომ საქართველოს ევროპის ვიცე ჩემპიონები გავხდით 18 წლამდელთა ასაკში და უკან ჩამოვიტოვეთ სატურნირო ცხრილში უკან ჩამოვიტოვეთ გრანდები როგორიცაა ინგლისი, უელსი, შოტლანდია, ირლანდია და ასე შემდეგ. მაგრამ ამ ბიჭებს სჭირდებათ თამაში ეს ერთი მეორე მათი რიცხვი გაცილებით უფრო დიდია ვიდრე ნაკრების შემადგენლობა იტევს. არ უნდა იჭიერი მოთამაშეების რიცხვი იზრდება და იზრდება. უნდა მიეცეთ ეს ისეთი ასაკია, როდესაც შეიძლება წელს ბოლომდე ვერ გაიხსნას, მაგრამ აი უკვე 19 წლის ასაკში ან 20 წლის ასაკში მას სრულად აჩვენოს თავის შესაძლებლობა და აი მთლიანად გაშალოს ფრთები. ანუ დაუკარგო შანსი მოთამაშეს მარტოდენ იმიტომ რომ ის 25-26 მოთამაშეს 30 მოთამაშე საუკეთესოში ვერ ხდება საქართველოში. ამითი მას შეუჩერო ოდნავ ზრდის საშუალება, ეს არასწორი მიდგომა კი არა, არ არის. უკეთესია თუ მიცემ მას შესაძლებლობას, რომ ბევრი საერთაშორისო მატჩი ითამაშოს. ამიტომ კარგია რომ დაინტერესება უკვე ევროპის გუნდებიდან, სხვადასხვა კლუბებიდან, სხვადასხვა რეგიონალური ნაკრებებიდან თუ სკოლებიდან არის ჩვენი ბიჭების მიმართ, ისე რომ ჩამოსვლა უნდა და თამაში უნდა რა. ეს ძალიან კარგია, უნდა მიეცეს საშუალება მათ რომ ძალიან ბევრი მატჩი ითამაშონ რა. ჩამოვა საფრანგეთიდან რომელიმე პროვინცია, ჩამოვა კლერმონი როგორც ჩამოდიოდა, ჩამოვა სხვა აგერ სამხრეთ აფრიკელები ჩამოდიან უკვე. ანუ ჩვენ ღებულობენ ისინი როგორც ტოლს წორს და მათ ინტერესიც კი აქვს უკვე ჩვენთან შერკინების და ამით ბევრ ბავშვებს უნდა მიეცეთ თამაშის საშუალება. აღმოსავლეთის ნაკრები, დასავლეთის ნაკრები, თქვათ, სანამ დიდი ნაკრები ითამაშებს რომელიმე კონკრეტული კლუბის, თუნდაც ან რომელიმე ორი კლუბის ნაერთი ნაკრები და ასე შემდეგ რა. ანუ მათ უნდა მიეცეთ ძალიან ბევრი თამაშის საშუალება. ეს არის ჩვენი თავარი ამოცანა. კვლავსვენელი გისმენთ გამარჯობა. მოგესალმებით ქალბატონო ერენე. მოგესალმებით ბატონო. მოგესალმებით ბატონო გოჩა. გამარჯობა. რა თქმა უნდა გილოცავთ ამ მეტად საპასუხო პოსტის დაკავებას და რა თქმა უნდა ვისურვებ პირადად თქვენ და რა თქმა უნდა ქართულ რაგბის წარმატებებს. ბატონო გოჩა, მე ასეთი შეკითხვები მაქვს. ეხლა პატივცემულმა საინტერესო მსმენელმა დარეკა და ბრძანა რომ როდის დადგება დრო რომ ჩვენ გრანდებს დავამარცხებთო, მაგრამ მანამდე
აი თქვენ ბრძანეთ რომ თამაშის ხარისხი უნდა გავაუმჯობესოთ, ხო რა თქმა უნდა, მაგრამ არაერთხელ ითქვა რომ თამაშის ხარისხი რომ გავაუმჯობესოთ და დონე მაიწვიოს, ბოლოს და ბოლოს უნდა მიგვიყო რა იმ რჩეულ 6 ევროში. ან მე-7 გუნდათ, ან თვალწები იტალიას გამოაკლებენ და ჩვენ მიგვიღებენ რაღაც ამდაგვარი ლაპარაკი, ხო? ბოლოს და ბოლოს აი ეს თუ არის პროგნოზირებადი თქვენი მხრიდან ბატონო გოჩა, ბოლოს და ბოლოს მიგვიღებენ თუ არა იმ რჩეულ 6 ევრში. და მეორე კითხვა, აი მაგალითად აქ ამ გადაცემაში ხალხოთ არაერთხელ თქმულა და თვითონ რაგბის წარმომადგენლების მხრიდან ყოფილა ცოტა გულდაწყვეტა რა მხრივ, ვიცით რომ აი მაგალითად დინამო არენა ახსენეთ თქვენ და არშლაგი იყო სული როცა რუსეთთან ვითამაშეთ. და ეს ცოტა პოლიტიკური დატვირთვა ქონდა ამასო და ჩვენ ასე ეს არ არის მიზანშეწონილიო, აქ უნდა იყოს კლიანად სპორტული ჟინო და ანშლაგი უნდა იყოს ყველა მატჩეო. მე მაინტერესებს თქვენ აი რა სიტყვით ამაზე და საერთოდ თუ 6 ევრში მიგვიღებენ იგივე დინამო არენა, მე მაგალითად დაწმუნებული ვარ რომ სრული ანშლაგები იქნება და თქვენ რა სიტყოდით ამის შესახებ. დიდი მადლობა, კიდევ ერთი მსმენელი ბატონ გოჩა მობილური გვირეკავს, გისმენთ, გამარჯობა. გამარჯობათ, მოგესალმებით ბატონო გოჩა, გისურვებთ წარმატებებს. მე მაქვს ასეთი შეკითხვა ჩემო რომ ამ ევროპის ტურნირებზე, საკლუბო ტურნირებზე შეიძლება საქართველოს გუნდების მონაწილეობა, აგერ უკვე ენისეი რუსეთის გუნდი, სადაც თქვენი თამაშობს გაჭარო, კაი შედეგი მიაღწია, 2 თამაში მოიგო და რაღაც საინტერესო მიმართულების ვიღებდა და ჩვენ რატომ ვერ ვახერხებთ? ან აქამდე ვერ მოვახერხებთ დაცი და იქნება ეს მაინტერესებს. დიდი მადლობა ბატონ გოჩა, თავდაპირველად 6 ერი. თავდაპირველად 6 ერი, 6 ერზე იქნება თუ არა დაშვებული საქართველოს ნაკრები და როდის ვხედავთ ამას. 6 ერი, ეს უკვე ბატონო გიანი ჟარაძემაც არაერთხელ თქვა, ეს არის კომერციული ტურნირი, მას არ ატარებს მსოფლიო რაგბი, არამედ ან ევროპის რაგბი, ატარებს კონკრეტული ორგანიზაცია და რასაკვირველია, მასე დაშვება თუ არ დაშვება, ან მისი ფორმატის შეცვლა დამოკიდებული არის პირველ რიგში იმაზე, რამდენად ღირსეულები ვიქნებით ჩვენ თამაშის ხარისხით და რამდენად დასწრებაც უზრუნველყოფილი იქნება, რამდენად ბილეთის ფასი უზრუნველყოფს ამ მოთხოვნებს, იმიტომ რომ კომერციას თავისი ხარკი უნდა გადაუხადოთ, მას თავისი მიაქვს და იქ რო 5 და 10 ლარიანი ბილეთებით ამას უბრალოდ ვერ აიტანს, იმიტომ რომ ეს თავის მოთხოვნებს აყენებს და ბილეთების ფასი გაცილებით უფრო მაღალია, რამდენად შეიძლება რომ ანშლაგზე გავიდეს თქვა 20,000-იანი სტადიონი, თუნდაც იმ პირობებში რომ ბილეთის ფასი იყოს 100-150 ლარი, მაგალითად ვიძახი, ხო? ეს ცალკე საკითხავია კიდე ეს ქართულ გულშემატკივრებს რამდენად ხელს ეფება, თუმცა შეიძლება ეს მოგვარებადი პრობლემა არის. ესეც არ არის მთავარი არის სხვა რამე. რაგბი ვითარდება, იცვლება, ფორმატები ძალიან ბევრი და 6 ერი კი არ არის ჩვენთვის სამიზნე, რომელმაც შეიძლება მართლაც შეიცვალოს სახე და სხვა სახის ტურნირი გახდეს. არამედ სამიზნე არის ამ გუნდებთან, რომლებიც 6 ერს შეადგენენ, ძალიან ხშირი თამაში. ეს იქნება ტესტები, თუ ეს იქნება რამე ჩვეულებრივი ტურნირები. აი ამ თამაშების მიღწევა რამდენად შესაძლებელია და როგორ არის, ამაზე ჩვენ უკვე გადაწყვეტილების მიღების პროცესში შეიძლება კი არა შევდივართ, იმიტომ რომ იცით თქვენ რომ აღმასკომის წევრი გახდა უკვე საქართველო, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ უმაღლესი რანგის ტურნირებზე და ამ ტესტებზე და ყველაფერ ამის ორგანიზებაზე ჩვენ სიტყვა გვეთქმის ხმის უფლებით და ეს არის გიანი ჟარაძის მე ვიტყოდი ალბათ ძალიან დიდი დამსახურება ამაში და მე დიდი იმედი მაქვს რომ ამაში გია კვლავ გააგრძელებს ჩვენთან თანამშრომლობას და არა თუ დიდი იმედი მაქვს, არამედ დარწმუნებული ვარ გააგრძელებს ამ კუთხით თანამშრომლობას და კიდევ უფრო დიდ წარმატებას მივაღწევთ აი ავტორიტეტით და გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობის გზით. ანუ შეიძლება ითქვას რომ ბატონი გია საერთაშორისო ურთიერთობების თვალსაზრისით იქნება ვთქვათ რაგბის კავშირში. იცით რა, რაგბის კავშირში გიამ თქვა რომ მას არ უნდა რაიმე პოსტი ეჭიროს, იმიტომ რომ რადგან წავიდა, მაგრამ რაგბის კავშირთან თანამშრომლობა შეიძლება გაგრძელდეს სხვა ფორმატში მთავარი არის ჩვენთვის შედეგი და მთავარი არის ის ხაზი, რომელიც არ შეიცვლება და პირიქით განვითარდება ისევე მისი დახმარებით რა. ეს 6 ერში მონაწილეობა არ მონაწილეობასაც შეეხება. და შეეხება ევროპულ საკლუბო კიდე რაღაც კითხვა იყო. ანუ გულშემატკივარი ვთქვათ რუსეთის ნაკრებთან მოდის სრულად და ვთქვათ არის მაჩები. ეს უკვე დაძაბულობრივი თქვი მე და გულშემატკივარი უნდა მოვიდეს ყველა თამაში და მოვაკიდებას დარწმუნებული ვარ და ეს სწორედ იმას უკავშირდება, რასაც ჩვენ ვაპარაკობთ უკვე იმ
სოციალურ ურთიერთობებს, როგორც კი გულშემატკივარი სწორად დაინახავს, ადრე მოდიოდა რუსეთთან თამაშზე მარტო იმიტომ, რომ მაშინ პოლიტიკურად დატვირთვას ხედავდა. და საერთოდ არ იცოდა უმრავლესობამ რა ხდება მოედანზე რა. მე რა, ესეც კარგია ყურადღების მესაკურებად რა, მაგრამ როგორც კი დაინახეს რა ხდება მოედანზე, ახლა უკვე მოდის სხვა მოტივაციით, სხვა განწყობით, ნაკლები აგრესიით მოწინააღმდეგის მიმართ, მაგრამ დიდი პატივისცემით და დიდი მოლოდინით რომ კარგ თამაშს ნახავს. საკლუბო ტურნირებზე რო გადავიდეთ, NSA-სთან სამწუხაროდ ვერ შევედრებით ჩვენ, იმიტომ რომ არა იმიტომ რომ ქართველები უარესად თამაშობთ, არამედ იმიტომ რომ მას ბიუჯეტი აქვს საქართველოს რაგბის კავშირის ბიუჯეტზე მეტი ამ ერთ კლუბს. მასში არ თამაშობენ მარტო რუსები და არც მარტო ჩვენი საყვარელი გაჩარავა, სხვა ბევრი ძლიერი მოთამაშეც, ამიტომ ყველაფერი დამოკიდებულია ფინანსებზე, მაგრამ ის ფაქტი რომ ის მიმართულება რომ საქართველოს გუნდები აუცილებლად უნდა მონაწილეობდნენ საერთაშორისო ტურნირებში, თასებზე, ეს უდავოა და ამაზე ორი აზრია რა. აქამდე ვერ მოხერხდა, იმიტომ რომ სოფლიო ჩემპიონატზე მზადების პირობებში ჩვენ ვერ შევძლებდით იმ მატერიალურ დანახარჯების გაღებას, რომელიც რასაც ითხოვდა მათი მონაწილეობა ევროპულ ტურნირებში. კლუბებს კიდე ამის საშუალება არ ქონდათ თორე. კითხვაც დაისვა არაერთხელ ფედერაციაში, რომ მოდით რა, თუ ვინმე შეგიძლიათ, ეს კარი ღიაა და ჩვენ ეხლაც შეგვიძლია ამის გაკეთება რა, მაგრამ სამწუხაროდ არ აღმოჩნდა დაინტერესებული პირები, ვინც გაიღებდნენ ამისთვის შესაბამის თანხებს. და კრიტიკა იოლია აი იმ ადამიანებს, რომლებიც იძახონდნენ, რომ ეს იყო დიდი ნაკლი, მათ დიდი წარმატებით შეელოთ მოიტანათ იგივე ფული და ჩვენ მზად ვიყავით. ჩვენ კი არა კლუბები მზად იყვნენ რომ გავიდოდნენ. მაგრამ ეს პრობლემა გადაიჭრება მეცნიერად. წუთი და ოდნავ ნაკლები რჩება გადაცემის დასრულებამდე, ყრილობის დასრულების შემდეგ განაცხადეთ, რომ მზად ხართ ილია ზედგენიძესთან თანამშრომლობისთვის, ეს შეთანხმება და შეთავაზება კვლავ ძალაში რჩება ბატონ გოჩა. ილია ზედგენიძესთან თანამშრომლობისთვის არა მარტო არჩევნების პროცესში და მის წინ ვიყავი და განაცხადე არჩევნების მერეც და უფრო ადრე პერიოდშიც, იმიტომ რომ თითოეული ადამიანი ჩვენთვის არის ძალიან ძვირფასი რესურსი, ჩვენ პირველ რიგში ყველაზე სათუთად უფრთხილდებით ადამიანურ რესურსებს, ინტელექტს. ილია ზედგენიძეს არავის ნებართვა არ ჭირდება, რომ ქართულ რაგბთან განაგრძოს თანამშრომლობა და განაგრძოს იმ ამპლუაში, რომელიც მას მიაჩნია უფრო სწორად და შედეგიანად და მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ მისი სახით არა მარტო ილიაზე საუბრობდით, არამედ კიდე ნებისმიერ თუნდაც მის მხარდაჭერებზე, რომელთაც პიროვნული არჩევნებია, პიროვნული წენა და ეს არავისთან არ აგვაქვს, პირიქით ჩვენ მიგოჩნია, რომ ჩვენ ერთი ვართ, ერთ საქმეს მომსახურებით ყველა და ჩემი ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია სწორედ ეს არის, რომ სწორედ ის სისტემა შექმნა არა მარტო გარე საკომუნიკაციო, არამედ შიდა სამსახურებრივი, რომელშიც ყველა დაინტერესებული პირის ადგილი იქნება იმ მიმართულებით, რომელშიც თავის თავს თვითონ თulis კომპეტენტურად. ძალიან დიდი მადლობა ბატონი გოჩა სვანიძე იყო დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარი, მე 22 საათსა და 20 წუთამდე გემშვიდობებით და ამ დროს უკვე დღის სპორტის ახალ ამბებს წარმოგიდგენთ. ესტაფეტა სპორტული ток-შოუ საზოგადოებრივ რადიოში. ყოველ საღამოს 8:10 წუთზე.